მოგესალმებით ტრანსფორმაციის ზონაში მარიკა ხალიანთან ერთად და დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ეკა ნოზაძე, რომელიც არის HR და ასევე არის კოუჩი, Coaching Up უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სერტიფიცირებული კოუჩი და ICF-ის წევრიც ასევე. და დღეს ვსაუბრობთ ტრანსფორმაციაზე, რაშიც იგულისხმება კომფორტის ზონიდან გასვლა. მოგესალმები ეკა. მოგესალმები მარიკა, მივესალმები მსმენელს და მაყურებელს და ვუსურვებ საინტერესო მოგზაურობას ჩვენთან ერთად. გონია რომ საინტერესო გამოვა გამომდინარე იქიდან რომ კომფორტის ზონიდან გასვლის თემა ძალიან ჩვენი თემა, ამაზე ბევრი გვიმუშავია კიდევაც, გვისაუბრია კიდევაც, გვიმუშავია და პლუს ადამიანებს მნიშვნელოვან წინლად ამაში ვეხმარებით კოუჩები, კომფორტის ზონიდან გამოსვლაში ვეხმარებით. სწორედ, იმიტომ რომ ჩვენთან ადამიანები მოდიან ცვლილებებისთვის და ეს ცვლილება ყოველთვის არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა და მინდა გითხო, რა არის კომფორტის ზონა? შენი გადმოსახედით. ეს არის უსაფრთხოების სივრცე, ეს არის რაღაცნაირი სტაბილურობის გარემო, თუ ეს არის რაღაცნაირი ჩვევების ნაკრები? პირადად ჩემთვის კომფორტის ზონა არის ძალიან ბევრი დიდი დისკომფორტების ნაკრები. ჩაკეტილი სივრცე, შეზღუდული სივრცე, ხო? ხო, რაღაცნაირად კომფორტის ზონა ქვია, იმიტომ რომ ზუსტად ის ძველი ნაცნობი და მიჩვეული ქმნის იმ კომფორტის ილუზიას, საიდანაც ადამიანებს ძალიან უჭირთ და არ ეთმობათ გასვლა. იმიტომ რომ რაც ხდება გასვლისას არის გადასვლა უცნობში. გაურკვეველში, რომელიც ნამდვილად არ ვიცით წინასწარ, უკეთესი იქნება, უარესი იქნება, საერთოდ არ ვიცით როგორი იქნება. და არ არსებობს გარანტია იმისი, როგორი უნდა იყოს. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ რაღაცნაირი ბუნდოვანი სურვილი. და როგორ ფიქრობ, რისი ეშინიათ ხოლმე ადამიანებს, როცა კომფორტის ზონიდან გასვლა უწევთ? შიში ზოგადად ძალიან მრავალკომპონენტიანია. პირველ რიგში ეს არის წარუმატებლობის შიში. მარცხის შიში. რომ არ გამომივიდეს, ვიღაცის იმედი რომ ვერ გავამართლო, რომ შევრცხვე, მერე რა მეშველება, იქნება არ უნდა მექნა და ეს ბევრი იქნებ, მაგრამ ნეტა როგორ ქმნის აურზაურს გონებაში. ქაოსს ქმნის. და ეს ქაოსი თავისთავად არის უკვე ეს გაურკვევლობა, მოლოდინები, ეს უკვე თავისთავად ძალიან დიდი დისკომფორტია, მაგრამ თუ ის რაც უკვე ვიცით, აღარ მუშაობს და მიაღწია ამან კრიტიკულ ზღვარს, ჩნდება შინაგანი აუცილებლობა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. და ეს არის ზუსტად ის ზღვარი და აქ იქმნება ის პოტენციალი, როდესაც უკვე უნდა გადახტე რაღაცნაირად, უნდა გაბედო, გადახტე და გადახვიდე უცნობში. როგორც გმირის მოგზაურობაშია, პირველი ნიშნები რომ მოდის, რომ ზღურბლთან დგახარ და უნდა გადააბიჯო და იქ რამდენი ბრძოლებია. რომ ამ ზღურბლში პირველი ნაბიჯის გადადგმა არის მნიშვნელოვანი ბრძოლების შედეგი და კი, ეს არკესთან რო დგას თითქოს ადამიანი და ნუ წვილი გავს, თვალი გავს, მაგრამ მე არ ვარ. აი, აქედან იწყება რომ და რატო არ ვარ? რა მინდა, აქ როგორ აღმოჩნდი, რანაირად ვარ, რატო აღმოჩნდა რომ ეს არ მინდა, სადაც ვარ ახლა. აქამდე მოსასვლელად ხო ამ ხელა გზა გამოვიარე. რა შეუკვეთე და რა ჩამომივიდა. კი, და როდის ჩამომივიდა არის კიდე მნიშვნელოვანი ფაქტორი ალბათ მან, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო, მოვლენებს მომწიფება ჭირდება და აი ამ გაურკვევლობის მომენტში არ იცი ეს როდის დამთავრდება ნეტა. ხო არის რომ გონება რაღაცას ხატავს, რომ არა მარტო ხატავს, ასე ვართ მიჩვეულები ბავშვობიდან, რომ
საბავშვო ბაღში ვსწავლობ ამდენ ხანს, მე სკოლაში ამდენ ხანს, მე ინსტიტუტი ესე მთავრდება და მე გონია რომ ამას რო დაამთავრებ და მუშაობას იწყებ ან რაიმე საქმიანობას, იმასაც რაღაცა კონკრეტული დრო აქვს და რაღაც ხვის დაწერილ გეგმაში, ჩარჩოში უნდა ჩაჯდე თითქოს და ამ დროს ეს არის იმ ჩარჩოდან ზუსტად გასვლა. როგორ ფიქრობ, კომფორტის ზონიდან გასვლა ყოველთვის აუცილებელია თუ შესაძლებელია რაღაცა დრო არის ამისი საუკეთესო დრო არსებობს, რომელსაც შეიძლება დაელოდოს ადამიანი და როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, როდის არის ამის გარღვევის დრო? ზოგი იტყვის რომ რა კომფორტიდან გასვლა, ჯერმა კომფორტში არჩევს ვარ, მაცადე ცოტაღანი აქ ვიქნებიო. და კი ძალიან დიდი ცდუნებაა რომ იქ იყო ისევ იქ დარჩე სადაც ხარ. მაგრამ როდის არის დრო და იმ მომენტში როგორც კი გაიფიქრებ. აი ეს არის საუკეთესო დრო. გავიფიქრე, გავიაზრე და დავიწყე მოქმედება. პირველად როცა მოდის ნიშნები, რომ როგორც ნიშანი მაგის მოდის, რომ რაღაც შესაძლებელია აუცილებლად. და კომფორტის ზონასთან ასოცირება მაქვს მეტაფორულად ადამიანი ჭაობში როა და ვიღაცა რო მიდის და უნდა რომ გადაარჩინოს და რაღაცებს უგდებს, თოქს, ჯოხს რაღაცას და რა გინდა თუ ვერ გავიგე, მე აქ ვცხოვრობ. მაცადეთ სახლია და აქ ვცხოვრობ. ასე ხშირად ადამიანები ვიქმნით ხოლმე კომფორტის ზონას და ვერც კი ვხვდებით, რომ ეს შეიძლება არის უკვე ჭაობი და ეს არის დახურული სივრცე, სადაც ენერგია აღარ მოძრაობს. და კარგია თუ ადამიანს გაუმართლა და მოვიდა ეს ნიშნები და მოვიდა ის ამბიცია, რომ რაღაც აღარ უნდა გავჩერდე აქ და უნდა გავარღვიო ეს. და ნუ რა თქმა უნდა მერე იწყება ეს ბრძოლები, ეს ლაბირინთებში სვლა, როგორც გვახსოვს და ბევრი სხვადასხვა მხრიდან, გარედანაც ბრძოლები და შიგნიდანაც ბრძოლები საკუთარ თავთან, რომ რა იქნება, გამოვა, არ გამოვა, ვიღაცას მოეწონება, არ მოეწონება, მიმიღებენ, არ მიმიღებენ, გამომივა, არ გამომივა და მოკლედ ეს არის დიდი მერყეობის პროცესი. და რა ხდება, როდესაც ადამიანი იწყებს ამ ნაბიჯების გადადგმას უკვე? ზოგადად ისევ ტრანსფორმაციას რო დაუბრუნდეთ თავისი არსით, ტრანსფორმაციასა და ცვლილებას შორისაც არის სხვაობა. ყველა ცვლილება ტრანსფორმაცია არ არის, მაგრამ ცვლილებებს მოაქვს ტრანსფორმაცია. და რა ხდება, როდესაც ცვლილებებს ვიწყებთ და როგორ მიდის ეს ტრანსფორმაციამდე, ჩემთვის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია მუხლუხო როგორ გარდაიქმნება პეპლად. აკადემიური განათლება მაქვს სამედიცინო და შესაბამისად ბიოლოგია და ბოტანიკა ბევრი მასწავლეს თავის დროზე მასწავლეს ვისწავლე. და ეს ჭუპრის ფაზა არის ზუსტად აი ეგ კითხვა. რა ხდება? როდესაც შიგნით გონია, რომ თითქოს არაფერი აღარ ხდება. ანუ არის რაღაცნაირი დახურული სივრცე, გარემოსგან იზოლირებული, როდესაც შიგნით უნდა ჩახვიდე. საკუთარ თავში, საკუთარ ფიქრებში უნდა ჩახვიდე და იქ ეძებო ყველაფერზე პასუხები, იმიტომ რომ უკვე იქ არის. და ლაბირინთში მოგზაურობა ახსენე, ძალიან მიყვარს ბერძნული მითოლოგია და ზუსტად თეზევსი ლაბირინთში რომ მიდის მინოტავრის დასამარცხებლად, ეგ ხდება. ანუ იქ არის იმ ლაბირინთში ბოლოში თუ გახვედი და რომ გახვა დიდი ურჩხული და მანამდე კიდე ბევრი ურჩხულები არიან, რომლის დასამარცხებლადაც მიდიხარ. მაგრამ საინტერესოა ზუსტად რომ ის ძაფის გორგალი, რომელიც მიყვება, რომ გზა აჩვენოს როგორც მინოტავრამდე, ასევე უკან გამოყვეს იმ ძაფს და გამოვიდეს როგორც ლაბირინთიდან, ასევე ჭუპრიდან, აი ჩემთვის ეს არის ზუსტად ტრანსფორმაცია. იმიტომ რომ რო დავამარცხეთ ის ურჩხულიც, მერე რა ხდება? ეს არის ჩემთვის. ძალიან საინტერესო დამაფიქრა ეხა ამ მიმართულებამაც და
იცი როგორი კუთხით მინდა განვიხილოთ, რომ შენ ახსენე წეღან ტრანსფორმაცია და ცვლილება სხვადასხვა რამეაო და განსხვავება მათ შორის რა არის? მე როგორც დავფიქრდი ახლა, ცვლილება არის უფრო მეტად გარეთ, რასაც ვაკეთებ, ქმედებით ცვლილება და ტრანსფორმაცია არის ჩემში ცვლილება. ხო? კი, სხვადასხვანაირია. ორივე შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო შინაგანზე მაქვს აქცენტი. მარტივად რო ვთქვა და იგივე ვთქვა მსმენელისთვის და მაყურებლისთვის გასაგებად, მაგალითად გვაქვს ოთახი, სადაც ნივთებს გადავაადგილებთ. ასე მოგწყინდა, ახლა ჭიქა იქ გადავდგით, ლარნაკი აქ გადმოვდგით, ტახტი ხან ასე დავდგით, ხან ისე დავდგით. მაგრამ ეს არის მხოლოდ ცვლილებები. მაგრამ თუ გვინდა ტრანსფორმაცია, ოთახიც მეტაფორულად რო წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი შინაგანი სახლი სამყაროა, ხო, ჩვენი ოთახი. თუ გვინდა ტრანსფორმაცია, მარტო ნივთების და ინტერიერის გადაადგილება არაფერს არ ცვლით. არ ცვლის, მივდივართ და ვიწყებთ რემონტს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. და ეს რემონტი ხანდახან ნიშნავს და ძირითადად ამას ნიშნავს შავ კარკასამდე დაყვანას. იმიტომ რომ ვისაც გამოუცდია ყველამ კარგად იცის, იქ ცოტა რაღაცა წავარემონტე და აქ ცოტა ჩამოვფრიკე და იქ ცოტა შევათეთრე, იმის ფონზე მერე დანარჩენი იმდენად უარესად ჩანს და იმდენად თვალისთვის და გონებისთვის მიუღებელია, რომ მთლიანად დემონტაჟი უნდა გააკეთო ყველაფრის, იატაკი აყარო, კედლები ჩამოანგრიო, შპალერი ყველაფერი. და ისევ იმ ჭუპრის პროცესთან რო გავაიგივოთ, სანამ ყველაფერი თავის ადგილზე და სიბრტყეში იყო, რაღაცნაირი მყარი კონსტრუქცია იყო და როგორც კი დაინგრა, ხანდახან გვიყვირს, რომ აი ჭიქა რო დაიმტვრეს, რამდენი ნაფშვენი აქვს. ანუ ნაგავი გაცილებით მეტი ჩანს მაგ დროს. და ეს ყველაფერი გამოყრილი, ბუღი, მტვერი, სასწაული და იქ ხან ხელოსანი არ არის თავის დროზე ხან ეს ხდება ჩვენს გონებაშიც. საჭირო ხელოსანს იმ დროს არ ცალია, როცა შენის გჭირდება, ხო? ის აზრი იმ დროს არ მოდის, ის ფიქრი იქ არ არის. აი ესეთი გაურკვეველი და ანგრეული პერიოდია. მაგრამ დაუსრულებელი ხომ ესეც არ არის. როგორც კი გონებაში გაქვს აზრი, ამას რომ დაანგრევ, მე რა გინდა რომ აშენო, როგორი გინდა რომ ააშენო და იქედან რომ გადმოხედავ, იქედან ვინ ხარ და ვინც დაანგრიე ის ვინ იყავი. აი ამ სხვაობას რო ხედავ, მე როგორ ესთეტიკაში, მართლა როგორ კომფორტში, შინაგან კომფორტში ხარ, იმიტომ რომ სხვანაირად გაქვს დალაგებული, სხვანაირი სივრცეა, სხვანაირი სილამაზეა. მე ხვდები რომ იმ რემონტის დაანგრეულობის ყოველი წუთი ღირდა აი აქამდე მოსასვლელად. გეთანხმები, რომ ბოლოში, როდესაც გადიხარ უკვე და უკან გამოიხედავ, ნამდვილად ხვდები, რომ ეს ყველაფერი ღირდა. მაგრამ ეხლა ჩვენ როგორც კოუჩის და კლიენტის ურთიერთობას რო გადავხედო და რო აკვირდები, როდესაც მოდის კლიენტი, რომელიც არის ძალიან შეშინებული და უჭირს ამ საზღვრების გარღვევა, უჭირს ამ კომფორტის ზონის გარღვევა და შენ წინასწარ იცი დაახლოებით რა ფაზებია გასავლელი, რა შიშებში უნდა გაიაროს და აკვირდები გარედან ამ პროცესს და ხარ თანმდევი ამ მთლიანი პროცესის და როგორ მიდის ეს ტრანსფორმაცია, როგორ შენი გამოცდილებით, როგორც კოუჩის კლიენტზე დაკვირვებით, რა წინააღმდეგობებია ხოლმე და რა ფაზებში გადის ამ დროს ადამიანი, როცა იწყება ცვლილებები, იწყება ტრანსფორმაცია მის ცხოვრებაში. პირველი რაც არის ძალიან დასაფასებელი, რომ კლიენტი უკვე მოვიდა. უკვე მზად არის. ეს პირველი ნაბიჯი მან უკვე გადადგა და გადადგა ცნობიერად. შეიძლება არ იცის რისი შეცვლა უნდა. მაგრამ ის რომ ცვლილება უნდა, მისი უკვე ძალიან დიდი წარმატება და დიდი გამარჯვება, რომელსაც ჯერ ვერც კი აცნობიერებს. პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგმული უკვე ცვლილებისკენ. დანარჩენი პროცესი არის
ბევრი პატარ-პატარა გაცნობიერებების თანხwebdra და ამ ყველაფრის ჯამი და პროგრესზე დაკვირვება. იმიტომ რომ როგორც მოსვლა არ ჩაუთვლია საკუთარი თავისთვის რაღაც მნიშვნელოვან მიღწევად, ისე რასაც არაჩვეულებრივს და გენიალურს აკეთებს ყოველ დღე, იმას არაფასებს როგორც არაჩვეულებრივს და გენიალურს. მისთვის ეს იმდენად ჩვეულებრივია, რომ ახლობელს დაეხმარა. და ბუნებრივად გამოსდის ეს და არ იცის, რომ როგორც დაეხმარა, რაშიც დაეხმარა და საკუთარი უნარი როგორც გამოავლინა აქ, ეს დახმარება ერთ-ერთი სიმბოლური მაგალითია. ამაში ძალიან დიდი მისი ძალა და უნარები და პროფესიონალიზმი დევს და ადამიანობა. და იგივენაირად ეხმარება დანარჩენ ადამიანებს. და შიში ქრება, როდესაც ახსენე, რომ რა შიშები უნდა გადალახოს, დაკვირვებით ქრება შიში, როდესაც შემოდის სიცხადე. ანუ, როდესაც ეს გაურკვეველი უკვე გარკვეული ცხადია, იქ შიში აღარ არის. იქ არის გეგმა, მიზანი და განხორციელების სურვილი. აი ესე ხდება ეს პროცესი. მე მინდა გაგახსენო კიდევ ჩვენ კოუჩინგის სწავლის პროცესში გავიარეთ ცვლილებების ფორმულა. ფორმულასავით იყო, როდესაც ადამიანი ცვლილებების წინაშე დგას, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთი არის უკმაყოფილების ხარისხი. რამდენად უკმაყოფილო არის ადამიანი იმითი, რაც აქვს და რა მოცემულობაშიც არის. იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც ხედავ, რომ ჭაობში ცხოვრობს და ის ამბობს, რომ დამანებეთ თავი, მე აქ ვცხოვრობ, ის მზად არ არის ცვლილებებისთვის. მისი უკმაყოფილების ხარისხი ჯერ იმ დონეზე არ არის, რომ მან გაბედოს ცვლილება. ის ვერ გრძნობს, რომ მისი გარემო არის ჭაობი, ეს მისთვის სახლია. და ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს ცხოვრებაში მომენტები, როცა საკუთარ თავსაც ვატყუებთ. როდესაც ბევრი სფეროებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება, რამდენიმე სფეროში თუ გვაქვს წარმატება და კარგი შედეგების დადება შეგვიძლია, დანარჩენს რაღაცნაირად იგნორს ვუკეთებთ ხოლმე და ვამბობთ, რომ არა უშავს, სამაგეროდ აქ ხომ ვარ წარმატებული და იმას არ ვიმჩნევთ საკუთარ თავთანაც კი და ვამბობთ, რომ კი, ყველაფერი კარგად არის ჩემ ცხოვრებაში და გაქცევა გვაქვს იმ სფეროში, რომელ სფეროში შედეგების დადება შეგვიძლია. აი ეს იწვევს ზუსტად ვორკოჰოლიკობასაც და ძალიან ბევრ დამოკიდებულებას ისეთს, რომელსაც არაცნობიერად ვაკეთებთ. და ძალიან მნიშვნელოვანია გაიაზროს ადამიანმა სად არის დღეს და უკმაყოფილების ხარისხი რა დონეზეა მისი და სხვათა შორის ამ ნაწილშიც კოუჩები მნიშვნელოვანწილად ვეხმარებით ხოლმე ამ გააზრებაში. და კიდე არის ორი კომპონენტი, რომ შეიძლება უკმაყოფილების ხარისხი მაღალია და ადამიანი ხვდება, რომ არ არის იქ, სადაც უნდა იყოს, მაგრამ არ იცის რითი დაიწყოს, პირველი ნაბიჯის გადადგმის შიში აქვს და როგორ გამოვიდეს, გაარღვიოს ეს წრე, ან ხედვა არა აქვს, მერე საწავიდე, რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო და კოუჩინგი სწორედ ამაში ეხმარება ადამიანს, რომ ხედვა იქმნება და პირველი ნაბიჯების გადადგმის სტიმული გზაჩნდება. იქ სადაც არ იყო მანამდე. ხო, მასაც ვერ ხედავდა უბრალოდ. იმასაც ვერ ხედავდა ადამიანი უკმაყოფილო რომ იყო, ამასაც თავის თავს ატყუება ხშირად, რომ არა, ყველაფერი კარგად არის. იმიტომ რომ რაღაცეებში მაქვს შედეგები და სამაგეროდ ამას გავზრდი რაშიც შედეგები მაქვს, მაგრამ რაშიც არ მაქვს შედეგები, არა უშავს, იმას ვაიგნორებ, არ ვიმჩნევ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებების დროს უკმაყოფილების ხარისხი, ხედვა რა მინდა ამის ნაცვლად და ეს კოუჩებს კარგად შეგვიძლია მომავლის ხედვის შექმნაში დავეხმაროთ ადამიანებს და კოუჩინგი რაც რითიც არის განსხვავებული და მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს სხვა ქმედებებისგან განსხვავებით არის ქმედების სტიმულირება.
რაშიც ნაბიჯების გადადგმას ვაწყებინებთ ადამიანს და რეალურად იწყებს ცვლილებებს. და აი ამ ყველაფრის მომსწრე ვართ ხოლმე და ძალიან საინტერესოა ჩვენ რო ვაკვირდებით ამ პროცესებს, როგორ გადის ადამიანი აი ამ ტრანსფორმაციის სხვადასხვა ფაზებს და როგორ იწყებს ნაბიჯების გადადგმას და ჩვენ ვართ მათ გვერდით. ძალიან საინტერესოა ეს პროცესი და შენ როგორც HR-ი როგორ გადაკვირვებას აკეთებ? უფრო მეტად რა ნაწილში არის ხოლმე რეზისტენტობა ცვლილების ნაწილში ორგანიზაციებში? ზოგადად არ უყვართ ადამიანებს ცვლილებები თითქოს. ერთი შეხედვით ასეა. არ უყვართ ეს ცვლილებები და არ უყვართ ზუსტად იმიტომ, რომ როგორც კი ცვლილებაზე იწყება საუბარი, ყველა იმ არეულ პერიოდს წარმოიდგენს და არა ფინალურ შედეგს, სადამდეც უნდა მოხდეს მისვლა. ორგანიზაციები და პიროვნებები ძალიან გვანან ერთმანეთს მაგ კუთხით. გარდა იმისა, რომ თვითონ ადამიანები ქმნიან ორგანიზაციებს, გვანან თავისი განვითარების ეტაპებით. და მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება და ორგანიზაცია თავისი განვითარების რომელ ეტაპზეა და რა უნდა შეცვალოს. რა უნდა დაატრანსფორმიროს. ცვლილებებიც და ტრანსფორმაცია შეიძლება იყოს დიდი და შეიძლება იყოს ძალიან ძირეული, საფუძვლიანი, დიდი და ხანგრძლივი პერიოდი ჭირდებოდეს ამას. და ის, რაც ადამიანებს არ უყვართ ამ პროცესში, არის საკუთარი როლის გაურკვევლობა იმ შუალედურ ფაზაში. ის, რაც მათ უსაფრთხოების განცდას და ჩვეულ რიტმს არ აღვევს. ვინ ვიქნები მე ეს ცვლილება რომ მოხდება? სად ვიქნები? რას გავაკეთებ? როგორი დაფასებული ვიქნები? და შუალედში ეს ცვლილებები ყოველთვის საჭიროებს სწავლას. და აი ეს დრეკადი პროცესი, როდესაც რაღაც არ იცი და რაღაც უნდა ისწავლო, თუ კულტურა და გარემო არ არის ხელშემწყობი, რომ ისწავლო, ანუ ამაში რას გულისხმობ? ყველა სასწავლო პროცესს აქვს შეცდომის დაშვების ფაზა. ამის გარეშე ვერ სწავლობ უბრალოდ. და თუ წახალისებულია ის, რომ კი, როგორ არა ვისწავლოთ, მაგრამ თუ დაკნინებულია და ამოვარდნილია ცნობიერებიდან ის ფაზა, რომ ამას მათ შორის მოყვება ის, რომ უნდა თქვა არ ვიცი, ჯერ არ ვიცი. მაშინ იქ როგორც არ უნდა ლოზუნგებად ვთქვათ, რომ ჩვენ სწავლა წახალისებული გვაქვს, ფაქტობრივად არ არის ესე იგი. და ხელშეწყობა ზუსტად ეგ არის მაგ პროცესის, რომ სწავლას ხელი შეუწყო და აღიარო პერიოდი, როდესაც რაღაც ჯერ არ იცი, ჯერ არ ვიცით. ეს არ არის ცალმხრივი პროცესი. და ყველა ადამიანის ძალიან დიდი ჩართულობა ჭირდება. ესე იგი, მე რაც მომესმინა ახლა, პირველი მნიშვნელოვანი არის ცვლილებების დროს ორგანიზაციაში, მნიშვნელოვანი არის სიცხადე იყოს თითოეული თანამშრომლისთვის, იყოს სრული სიცხადე, რა მოლოდინები აქვთ მისგან, სად იქნება, როგორ იქნება და რა ფაზები უნდა გაიაროს და შედეგად სად მიდის ეს ადამიანი. უფრო ადრე სიცხადე იმისი თუ რას ემსახურება ეს სიცხადე. და მერე უკვე რასაც ემსახურება, იქ როგორ არის ამ ადამიანის როლი. იმიტომ რომ მისია, მიზნები და ღირებულებები არ არის უბრალოდ ჰაერიდან მოტანილი. ეს არის მრავალწლიანი დაკვირვების შედეგი. და თუ რას ვემსახურები მე როგორც თანამშრომელს, მომწონს, რა შედეგი უნდა დადოს კომპანიამ, რა მიზანი აქვს, რა მისია აქვს. თუ ეს მომწონს, მე თვითონაც მივდივარ უკვე შემხედრად, რომ ეს მომწონს და ჩემი როლი რაღაცნაირად უკვე მინდა რომ დავინახო და თუ კომპანია ციცხადეს შემომიტანს და მეტყვის, რომ აი ეს იქნება აქ შენი როლი, მაშინ უფრო ადვილად მივიღებ ამას. პირველი მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც მოვისმინე, არის სიცხადე.
მეორე მნიშვნელოვანი რაც არის თანამდგომი გარემო. აუცილებლად. ისეთი კულტურა, სადაც შეცდომებით მოსულა, სადაც არ ვიცის თქმა მოსულა და არაუშავს თუ რამე არ ვიცი და სადაც სწავლა არის ჩვეულებრივად წახალისებული და ერთმანეთის თანადგომა. ეს მნიშვნელოვანია და მესამე ის, რომ გააზრებული კონდეს თითოეულ ადამიანს რას ემსახურება იქ და რატომ არის ის. ღირებული რატოა? რა სარგებელი მოაქვს მას? და ძირითადად შენ როგორი ტიპის წინააღმდეგობები შეგხვედრია ხოლმე ორგანიზაციებში ცვლილებების დროს და ტრანსფორმაციის დროს? მე როგორც ალბათ ყველა ჩემს კოლეგას ზუსტად ის შეგვხვედრია, რომ ამ ცვალებად პროცესში შეიძლება ხელმძღვანელობამაც ჯერ ბოლომდე არ იცის, არ აქვს ჩამოყალიბებული ეს ფაზა. და ამიტომ ვერ აანონსებს, ვერ შემოაქვს სიცხადე და ეს გაურკვევლობა ცოტა დიდხანს თუ გრძელდება, იწვევს ქაოსს თანამშრომლებში, რომ როგორღაც დროზე მინდა ახლა რომ გავიგო რა ხდება. მეორე რაც არის ამ უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად, უსაფრთხო როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. სანამ სიცხადე ვერ შემოდის, მანამდე იწყება ნეგატივის გაღვივება. იმიტომ რომ კოლექტიური არსებები ვართ და თუ 1, 2, 3 ადამიანი ამას უკვე გამოთქვამს და კარგია, როდესაც ხელშემწყობი გარემო არსებობს, ესეც უნდა მივიღოთ ჩვენ, რომ ადამიანებმა თავისი უარყოფითი აზრიც უნდა დააფიქსირონ ამის მიმართ, მაგრამ არ უნდა მოხდეს ამის მასშტაბირება. ანუ უნდა მოხდეს პოზიტივით ჩანაცვლება და დაბალანსება ამ ყველაფრის. ესე არ ვარ იმიტომ რომ სამაგიეროდ ესე განვითარდება იმიტომ რომ. ანუ აი ეს მუდმივ კომუნიკაციას საჭიროებს და ხანდახან ამისი დროც კი არ რჩება, პროცესები იმდენად დაჩქარებულია, როგორც თანამედროვე სამყაროში, ისევე ორგანიზაციებში, იმიტომ რომ კონკურენცია არის ძალიან მაღალი. და კიდევ ერთი ფაქტორი HR-ის როგორც სტრატეგის როლი რაში გამოიხატება. თუ გინდა რომ სწრაფად წახვიდე, მარტო წადი. თუ გინდა რომ შორს წახვიდე, ერთად უნდა წავიდეთ როგორც გუნდი. და ზოგჯერ ამის უგულვებელყოფა ხდება. სწრაფად წასვლა რას ნიშნავს, რომ იქ უნდა არსებობდეს ერთპიროვნული ლიდერი, რომელიც გუნდს სწრაფად წაიყვანს იმ მიზნისკენ. მარტო კი არ წაიყვანს, მაგრამ უფრო სწრაფად წაიყვანს, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები არის ის კონკრეტული ერთი ადამიანი, რაც იმას არ ნიშნავს, რომ აზრს სხვას არ ეკითხება. არც იმას არ ნიშნავს, რომ დიქტატორია. უბრალოდ გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, რაშიც დროის ძალიან დიდი რესურსი იზოგება. და მეორე, თუ მაინც არ არის თქვათ ორგანიზაციული მოდელი ასეთი და გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, მაშინ აუცილებელია, რომ იმ გუნდსაც შიგნით ყავდეს ლიდერი, რომელიც ფასილიტაციას გაუწევს პროცესს, რომ თუნდაც ადამიანები ამ გუნდშიც კი ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ, ანუ ყველა ვერ გაიზიარებს ერთნაირად რამდენიც ვართ, იმდენი მოსაზრებაა, ხო? მას ექნება იმდენი ნდობა მისი გუნდისგან, რომ საბოლოოდ შეჯერებულ გადაწყვეტილებაზე ისინიც კი ვინც არ ეთანხმებიან, დათმონ თავისი აზრი გუნდის და ჯგუფის საკეთილდღეოდ. და ეს ერთი ადამიანი იქნება იქაც კი ლიდერი და ფასილიტატორი, რომელიც შეიძლება როლურად ესე არ იყოს, მაგრამ ფუნქცია კონდეს ასეთი ლიდერის და ფასილიტატორის. ეკა, რამდენად ეთანხმები იმ აზრს, რომ ტრანსფორმაცია იწყება ლიდერის ტრანსფორმაციით? ვეთანხმები კი არა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
იმიტომ რომ ტრანსფორმაცია დავიწყეთ, მოვიწვიეთ კონსულტანტი, ავიყვანეთ კოუჩი, ჩამოვიყვანეთ, არ ვიცი, ვიღაც ძალიან სახელოვანი ადამიანი და თქვენ წადით კაცო, მე ყველაფერი ხომ უკვე ვიცი, ესე არ არის გაჟღერებული, მაგრამ როგორც წესი ესე ხდება. ლიდერი ზუსტად იმის ლიდერია, რომ ამბობს და თუ სიტყვიერად არ ამბობს, ამას ქცევით აჩვენებს, რომ მოდი ერთად გავაკეთოთ. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი, რომელიც ამის გააზრებას აკეთებს და ამ როლსაც კი ვერ დავარქმევ, ამ მდგომარეობას თვითონ გაითავისებს, როგორც თავის მეორე კანს, სხეულს. ის მერე უკვე სანდო ლიდერიც არის. აჰა, შენ ჩემთან ერთად გადიხარ, ესე იგი მე შენ გენდობი. და გარდა გენდობისა, შენ წინ გაგვიძღვები, ხან ზურგს გაგვიმაგრებ, მაგრამ ერთად მივდივართ ამ ყველაფერში. და გარდა ნდობისა, ყველა გრძნობს, რომ შენ ნაწილი ხარ აი ამ თლიანი მარტო არ ხარ და ხარ ნაწილი. რაღაც ჩვენ სოციალური არსებები ვართ და არაფერი ესეთი განყენებული ჩვენზე ვერ ვიქნებით სხვანაირად იქ კომფორტულად და რამდენადაც გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენადვე მნიშვნელოვანია ბალანსი ინდივიდუალიზმის შენარჩუნების. ზუსტად ეს არის, რომ შეცდომის დაშვება შეიძლება, იმიტომ რომ შენ სხვანაირად ხედავ, შენ სხვანაირად გესმის და საპატივცემლოა ეს. აი სხვათა შორის კომპანიები, სადაც კრეატიულობა უფრო მეტად ფასობს, შეცდომების გარეშე იქ არაფერი არ ხდება. ზუსტად. იმიტომ ეს კრეატივი ზუსტად მანდ იბადება, როდესაც ამასაც ვიტყვი, იმასაც ვიტყვი, ეს არ მომეწონება, მე შეიძლება ის პირველი იდეა ისევ უფრო მომეწონოს, მაგრამ თუ ბევრი არ გავიგე და თუ ვიღაცამ ჩათვალა, რომ არ ვიტყვი ახლა მე აქ რა აზრი აქვს, იმიტომ რომ ჩემი იდეა მაინც არ წავა. მე რა რო არ წავა. ხანდახან იმ იდეამ ისეთ შეიძლება მისცეს ნაპერწკალი და მე მის ირგვლივ ისეთი კოცონი გაღვივდეს, რომ ზუსტად ის იყოს გადამწყვეტი და არა ის რომ მე არ ვიტყვი ახლა ამას ჩემთვის ჯიბეში შევინახავ. გეთანხმები მაგ ნაწილში და კიდევ ჩემი დაკვირვებით საქართველოში ძალიან ხშირად ხდება, როცა ტრანსფორმაცია არის ორგანიზაციებში საჭირო ან რაღაცა ცვლილებები. რაღაცნაირად მენეჯმენტი გაემიჯნება ხოლმე, მენეჯმენტისთვის ცალკე სადღაციდან ღმერთი კოუჩები ჩამოყავთ სხვა ქვეყნებიდან და სხვანაირ ტრანსფორმაციას გადიან, შუარგოლის მენეჯერებისთვის სხვა ტიპის ტრანსფორმაციის გავლა ხდება და ქვედა ნაწილში სხვანაირად ხდება დამოკიდებულებების ცვლილება და გამოდის, რომ თითქოს ყველა თავის მხარეს ეკაჩება და არასისტემური ცვლილება გამოდის. რეალურად იმისათვის, რომ სისტემურად მოხდეს ცვლილება, ერთი სისტემის ნაწილი რომ არიან, ყველა რგოლი ერთნაირად უნდა იაზრებდეს რა ტიპის ცვლილებების ნაწილი ვართ დღეს. ეცი რა არის ცოტა განსხვავებული მოსაზრება მაქვს, ანუ როგორც coach მესმის, რას მეუბნები, მაგრამ ეხლა შევხედავ როგორც HR-ი ორგანიზაციიდან ამას. რას ნიშნავს აქ სტრატეგიული გადაწყვეტილება. კი, რა თქმა უნდა, ასეც ხდება, რომ ხანდახან სხვადასხვა მიმართულებით მიდიან და სხვადასხვა პროცესებს გადიან, მაგრამ ეს სამუშაო სპეციფიკითაც არის განპირობებული და არ ნიშნავს ყოველთვის, რომ კომპანიამ მაგალითად ვიღაცას რადგან სხვა დაუქირავა, ამიტომ ნაკლები გაუკეთა არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ როგორც განვითარების სხვადასხვა ეტაპები არსებობს, ასევე შიდა საჭიროებებიც განსხვავებულია და თუ ერთ სიბრტყეზე დავალაგებთ ამას, აი როგორც მაკეტს ისე თუ შევხედავთ, ქალაქის ცენტრი და მე ქალაქის შესასვლელი კარიბჭე, გასასვლელი კარიბჭე, ასე შემდეგ და ირგვლივ გალავანია. აი ამ გალავნის შიგნით არის ეს კომპანია, მისი ცენტრი, მისი ღერძი. და ცენტრიდან პერიფერიაზე ინფორმაციის გაშლა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის ნაკადის მიწოდებას გულისხმობს.
ინფორმაციას გეთანხმები, მე გულისხმობ, როცა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია ხდება. კი, აი მაგას დავაკონკრეტებ. მაგალითად, ამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის დროს გაყიდვების გუნდს ჭირდება მაგალითად სხვანაირად გაყიდვებზე მეტად ორიენტირებული და შეიძლება ეს ერთი და იგივე კოუჩმა არ ჩაატაროს და ტექნიკურ ჯგუფს ჭირდება სხვანაირი. ამით შეიძლება ეს იყოს განპირობებული. თუმცა, როგორც წესი ესე ხდება ხოლმე და ჩემი სურვილია რომ ასე ხდებოდეს, გარკვეული პერიოდის მერე მოხდეს გაერთიანება ამ გუნდების, თუნდაც იგივე შემაჯამებელი, ლიდერული, იმიტომ რომ ეს ხო ყველაფერი უნარებზეა დამოკიდებული და ეს პროფესიული უნარები თუ ადამიანური უნარების გაძლიერება არ მოხდა, უბრალოდ იქ ვერ გამოვლინდება იმ სივრცეში. და მერე მოხდეს ამის შეჯამება, მაგრამ ის რომ ცალ-ცალკე და რაღაცა სხვადასხვას გადიან, იმას არ ნიშნავს, რომ ეს საბოლოოდ ერთ მიზანს არ ემსახურება, ან ვინმეს ფუნქცია იქ დაკნინებულია. ყველა ფუნქცია ძალიან საჭიროა და იმიტომ არსებობს. და ორგანიზაცია როგორც ჯაჭვი იქ არის სუსტი, სადაც იმ ჯაჭვის ყველაზე სუსტი რგოლია. ამიტომ ეს გაძლიერების პროცესი ზუსტად ესე უნდა დაიწყოს. ყველაზე ძლიერი იმისთვის რომ გაიგოს ეს სისუსტე რა არის, თავისი ეს უნარები უნდა გაამუშაოს და ყველაზე სუსტი პირობითად ვამბობ რა თქმა უნდა, რომ მან გააძლიეროს და მე ეს შუაგზაზე ხვდება ერთმანეთს. და იქნება მართლა საოცარი წარმატებები. მე ვიგულისხმე, როდესაც მენეჯერული რგოლის სხვადასხვა რანგის მენეჯერებს შორის ხდება ახალი მეთოდის შემოღება, ცვლილების შემოღება და მაშინ რაღაცნაირად სისტემურად უნდა ხდებოდეს ლიდერშიპის ნაწილის შემოტანა მთელ სისტემაში. და მინახავს კონკრეტული სიტუაციები, როდესაც ეს კონკრეტულად აღმოჩნდა კომპანიაში პრობლემა, იმიტომ რომ ერთი სისტემა მუშაობდა ერთ ნაწილზე, სხვა სისტემა მუშაობდა ზედარგოლის მენეჯერების ნაწილზე და ეს სისტემები აღმოჩნდა, რომ თლად თავსებადი არ იყო, ერთმანეთს კარგად ვერ შეეწყო. და მნიშვნელოვანი არის ესეც, რომ წინასწარი იყოს შეთანხმებული, რომ ერთიანი სისტემის ნაწილში მოხდეს ტრანსფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ. რომ ამიტომაც არის, რომ ერთად უნდა იყოს დანახული და წინასწარ ნებისმიერი პროგრამის დანერგვამდე იყოს მოლოდინები. სწორად დასმული, რომ ამას რო გავაკეთებთ, მე რა შედეგს ველოდებით აქედან. ზუსტი შედეგის პროგნოზირება ცოტა რთულია ამ შემთხვევაში, ასე მონეტარულად ვერ გაიზომოს, მაგრამ ჩეკპოინტების დასმა მაინც აუცილებელია, რომ იქ იგივე პროგრესზე მოხდეს დაკვირვება. და აი ზუსტად შუაში ერთად მიყვანაზე არის საქმე. რა თქმა უნდა, გეთანხმები, რომ ყველა კომპანიაში ერთნაირად ეს არ ხდება და სადაც ხდება პირიქით მისასალმებელია, რა თქმა უნდა. როგორც HR-ს, რო აკვირდები პროცესებს, სად უფრო იყო რეზისტენტობა პასუხისმგებლობების აღების ნაწილში, უკავშირის მიცემა აღების ნაწილში, დელეგირების ნაწილში, თუ რაღაც ლიდერშიპის ნაწილში, თუ როტაციის და როლების ცვლილების ნაწილში. ყველგან შეიძლება რაც ჩამოთვალე, ყველაფერი იყოს აბსოლუტურად სხვადასხვა დოზით. ოღონდ პრიორიტეტი რა არის იმ მომენტში, რაზე არის ფოკუსირება საჭირო. იმიტომ რომ ესეც ფოკუსის ნაწილია, თუ ყველაფერს ერთად მივადექით, იქიდან შეიძლება არ გამოვიდეს ის შედეგი, მაგრამ თუ მეთოდურად მივყვებით და პრიორიტეტებს ვაქცევთ ყურადღებას, რომ ჯერ რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ და შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ, მე აღნიშნავ უკავშირს როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს და პირადად ჩემი გამოცდილებიდან, სადაც ყველაზე მეტი სირთულეებია კომპანიებში. ზოგადად კომუნიკაცია და უკავშირი. რთული საუბრების მართვა ხშირად უჭირთ ქართულ კომპანიებში, მგონია, განსაკუთრებით ქართულში, ხო? კი, ალბათ განსაკუთრებით ქართულში. კი, იმიტომ რომ
საერთაშორისო გამოცდილებაც მაქვს და იქ თავიდანვე ჩადებულია ეს ფაქტორი და ამიტომ მათთვის ეს ბუნებრივი განვითარების ნაწილია და ქართულ კომპანიებში ახლა ვიწყებთ, რაც ასევე ბუნებრივია და თუ ვამბობთ იმას, რომ შეცდომის დაშვება მოსულა, გასაგებია, რომ ჯერ არ იცის და ჯერ არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა აქ. ჯერ არ იცის, მაგრამ თუ უკვე იცის, რომ ეს არ იცის, ანუ უკვე შეუძლია მას, რომ ეს დანახული პრობლემა და საჭიროება ძალიან დიდ შესაძლებლობად და გაუმჯობესების არეალად გადააქციოს და დაიწყოს მუშაობა მაგაზე. რა რჩევას მიცემდი ადამიანებს ან კომპანიას, რომელიც ახლა დგას ზუსტად იმ ზღურბლზე, რომელმაც უნდა დაიწყოს ტრანსფორმაცია და შენი გადმოსახედით, აი, ყველაზე მთავარს, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ცხოვრებაში, რას ურჩევდი? კოუჩინგში პირველი და მნიშვნელოვანი რაც იყო, რომ არ ვიძლევით რჩევებს, რომლებიც ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც მანამდე როგორც HR-ი, რასაც ვიყავი მიჩვეული და დღემდე ამ კურსით ყოველთვის მიჯნავ ჩემს როლებს, ახლა როგორ ვსაუბრობ, როგორც HR-ი თუ როგორც კოუჩი. როგორც HR-ი აუდიტის ჩატარებას პირველ რიგში. სად ხარ? რითი მოხვედი? სად გინდა წახვიდე? რატომ? და მერე იწყება უკვე როგორ. ეს უკვე მეთოდოლოგიაა იქ როგორ მიხვიდე, სადაც გინდა, მაგრამ აუდიტის ჩატარება, რომ იპოვო შენი ცენტრი, შენი ღერძი და თუ სადღაც სტაგნაცია გაარკვიო, იქ როგორ აღმოჩნდი, იმიტომ რომ თუ იმ წყაროს არ დაუბრუნდი, ვერ შეცვლი მაშინ. ანუ იმას უნდა მიაგნო ზუსტად, რამ არ იმუშავა. იგივეს თუ გადმოვიტანთ პიროვნების დონეზე, აქ უკვე როგორც კოუჩი ვკითხავ. რა აღარ გინდა რომ ხდებოდეს შენს ცხოვრებაში? შეიძლება ზუსტად ის ჯერ არ იცი რა გინდა რომ ხდებოდეს, მაგრამ რა აღარ გინდა ეს აუცილებლად იცი. და თუ სიტყვებით ვერ გამოთქვამ ამას, საკუთარ თავში დააკვირდი მაშინ რა არ გსიამოვნებს, რა გაღიზიანებს, რა განერვიულებს, სხეულებრივ დონეზე სად გძნობ დისკომფორტს. ძალიან კარგი კითხვა, მეც დამაფიქრა ახლა და კოუჩინგის ნაწილში ამ კითხვას უფრო მარტივად უპასუხებენ ადამიანები, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში როცა ვეკითხებით რა გინდა, ამაზე პასუხი უფრო ხშირად არის რა არ უნდათ და რისგან თავისარიდება უნდათ, ვიდრე ის რა უნდათ და ძალიან კარგი კითხვაა, დაფიქრდებიან ადამიანები, რა აღარ უნდა რომ იყოს მის ცხოვრებაში და შესაბამისად ეს იქნება პირველი ნაბიჯი იქითკენ რა შეიძლება შეცვალონ ადამიანებს. რატომ მეცინება მარიკა პირველი მე თვითონაც როგორც კლიენტს, როდესაც მკითხეს რა გინდა, ზუსტად მაგ ცვლილებების მომენტში, როდესაც ვიყავი, გავიფიქრე, რომ ეგრო ვიცოდი ახლა რა მინდა. აქი აღარ მოვიდოდი, ზუსტად მაგას არის რომ ვეძებ. აბა რა მინდა. და აი ზუსტად აი საკუთარ თავში გავლილი გზით ვეკითხები ახლა, რომ უკვე ვცნობ იმას, რომ ასე ურჩევნია ადამიანს თუ ისე, აი როგორ ურჩევნია ეს უკვე ყველაფერში იგრძნობა აბსოლუტურად და ალბათ კოუჩისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ზუსტად აი ამ პატერნების დანახვა და ეს საკმაოდ ისეთი დიდი გამოცდილებით მოდის და უნარებით და ცოდნით. და კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ. ცვლილებები როგორ ხდება ცხოვრებაში? ყოველთვის ადამიანის ინიცირებით ხდება შენი დაკვირვებით თუ ცხოვრება თავისით გამოგვაგდებს ხოლმე კომფორტის ზონიდან? იმდენაირად შეიძლება მაგ საკითხზე პასუხის გაცემა. ცხოვრება რომ მოდი საიდანაც დაასრულე კითხვა იქედან გავაგრძელებ.
ცხოვრება რომ გამოგვაგდებს რაღაციდან, ესეც ჩვენი ინიცირებულია იქ როგორ აღმოვჩდით, რატომ გამოგვაგდო. იმიტომ რომ რა უნდა ვაკეთოთ და რა გვინდა რომ ვაკეთოთ, ეს ძალიან განსხვავდება ხშირად ერთმანეთისგან. და ჩვენმა შინაგანმა მემ ყველაზე კარგად იცის რა უნდა. და ის აუცილებლად იპოვის იმ გზებს და შეუკვეთავს და ის ჩამოუვა და სამყარო აუცილებლად შეუქმნის ირგვლივ ზუსტად იმ სიტუაციას, იმ გარემოს, რომ გამოვარდეს ზუსტად იმ კომფორტებიდან და დისკომფორტებიდან და წავიდეს ნამდვილი მისი შინაგანი ძახილის მიხედვით. იმას გაყვეს. გეთანხმები იმაში, რომ ცხოვრება როცა გამოგვაგდებს იქით იმ კომფორტის ზონიდან, რომელიც გქონია, რომ ჩვენი კომფორტის ზონაა, ესეც ჩვენი შეკვეთილია. და ეს არ ხდება შემთხვევით, ჩვენ შევუკვეთეთ და იმიტომ მოხდა ეს და მინდა გითხრა, რომ ეხლა ზუსტად 9 დეკემბერს ვიწყებ ახალ კურსს, ონლაინ კურსს, 2 თვიანს, რომელიც იქნება ძალიან ტრანსფორმაციული, რომლის მსგავსი ჯერ საქართველოში არ გამიგია, რომ არის ონლაინ კურსი, რომელიც სწორედ აი იმ რეალობის ტესტით იწყება, შენ რაც თქვი, რომ აუდიტი გააკეთე საკუთარი თავის, გადახედე სად ხარ, რა მოცემულობაში ხარ, სად გინდა რომ იყო, რა არის აქ, რაც გაქვს და იქ რაც უნდა გქონდეს შინაგანად ენერგია და ამ ენერგიებს შორის რა განსხვავებაა და როგორ შექმნა, როგორ გაასუფთავო, გაწმინდო შენ თავში ის ენერგიები, ის ბლოკები, რომელიც ხელს გიშლის, ის წინააღმდეგობრივი ფაქტორები და იწყება წმენდით, გასუფთავებით და მერე ნელ-ნელა გადადის პროცესში, სადაც იწყება შექმნა. ახალი ცხოვრების შექმნა, რომელიც ცხოვრება იქმნება ჩემი თავის შექმნით. მე ვარ ის, ვინც ჩემს ცხოვრებას ქმნის და მე ვარ ის, ვინც უკვეთავს იმას, რაც ხდება და დღეს ჩემს ცხოვრებაში რა მოცემულობაც არის, ეს არის ჩემი შეკვეთილი და ამის გადახედვა ხდება ზუსტად, რომ საიდან შევუკვეთე ეს და რატომ დავუკვეთე ეს, რატომ რა სარგებელი აქვს არაცნობიერი იმას, რაც დღეს დავუკვეთე, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ, რომ ცნობიერით ყველამ კარგად იცის რა არის კარგი და რა გვინდა. მაგრამ არაცნობიერი აკეთებს იმას, რომ შედეგების დადებაში ძალა აქვს არაცნობიერს და სწორედ ამ სიღრმეებში ჩავალთ, სადაც ჩავხედავთ ჩვენ რითი რა სარგებელი აქვს იმას, რაც არ მოგწონს დღეს ჩვენ ცხოვრებაში და რა გვიშლის ხელს, როგორ გავასუფთავოთ ეს ენერგიები და როგორ შევქმნათ ისეთი საკუთარი თავი და ისეთი ცხოვრება, როგორიც გვინდა რომ გქონდეს და ეს არის ძალიან სიღრმისეული, კოუჩინგური, ფსიქოთერაპიული და რაც აქამდე ათეულობით წლების განმავლობაში ტრენინგები გამივლია, ყველა ერთად არის თავმოყრილი და მგონია რომ ძალიან მომწიფდა ეს ამბავი და მოკლედ საინტერესო რაღაცას გეგმავ, რომელიც ძალიან გამოადგება ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, მარიკა, ყველაფერს რასაც აკეთებ, ისე აკეთებ გამოსადეგს და ხარისხიანად, რომ წარმატებას გისურვებ აუცილებლად. მადლობა. პროექტისთვის და იმ ადამიანებისთვის, ზუსტად ვიცი რა ღირებულების მომტანიც იქნება. ხო, იმიტომ რომ დღეს ისეთ თემებზე ვილაპარაკეთ, ზუსტად ცვლილებების თემებს ესადაგება ეს პროგრამა და დიდი მადლობა ეკა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო კითხვა დატოვე, რა არ გინდათ რომ იყოს თქვენს ცხოვრებაში, მადლობა რომ გვისმენთ და მოგწერეთ კომენტარებში რა თემებზე გინდათ რომ ვისაუბროთ შემდეგ სესიებში. მადლობა მარიკა მოწვევისთვის. მადლობა.